ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი ბაქოს სუფსის მაგისტრალური მილსადენიდან დიდი ოდენობით ნედლი ნავთობის ქურდობის ფაქტზე ორი პირი დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ქარელის რაიონის სოფელ რუისში სპეციალური ტექნიკური მოწყობილობებით მიწის ქვეშ გაიყვანეს 1 კილომეტრის სიგრძის კუსტარული მილსადენი. შემდგომში დააზიანეს ბრიტიშ პეტროლიუმის საკუთრებაში არსებული ბაქოს სუფსის მაგისტრალი, დაზიანებულ ადგილზე დაამონტაჟეს სპეციალური ონკანი, რის საშუალებითაც სისტემატურად ახორციელებდნენ ნავთობის გადადინებას მათ საკუთრებაში არსებულ რეზერვუარებში, შემდეგ ტრანსპორტირებას, დასაწყობებას, გადამუშავებას და სარეალიზაციოდ გამზადებას. საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა სპეციალური ტექნიკური მოწყობილობების გამოყენებით დააზიანეს ბრიტიშ პეტროლიუმის საკუთრებაში არსებული ბაქოს სუფსის მილსადენი, რომელზეც დაამონტაჟეს სპეციალური ონკანი და მიწისქვეშ სპეციალურად გაყვანილი 1 კილომეტრის სიგრძის კუსტარული მილსადენის მეშვეობით მაგისტრალური მილსადენიდან ახორციელებდნენ ნედლი ნავთობის გადადინებას მათ საკუთრებაში არსებულ რეზერვუარებში. მოპარული ნავთობის ტრანსპორტირებისას კი ავტომანქანაში არსებულ რეზერვუარებს შენიღბვის მიზნით ფარავდნენ ბოსტნეულით. გამოძიებით ასევე დადგენილია, რომ ბრალდებულები მოპარული ნედლი ნავთობის ტრანსპორტირებას და დასაწყობებას ახდენდნენ ქალაქ თბილისში ქარხნის ტერიტორიაზე განთავსებულ რეზერვუარებში, სადაც შემდგომში ახდენდნენ მის გადამუშავებას რეალიზაციის მიზნით. დანაშაულებრივ ფაქტზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლისამართლის კოდექსის 177 მუხლის მეოთხე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6 და 10 წლამდე.